კარგია ღუნაშვილი აქაც. შემდეგ შევიდა საჯარიმოში საკმაოდ საფრთხო და წაიქცა და ინიშნება 11 მეტრიანი დანელთა კარში. მაინც მოიპოვეს ძალიან კარგი შანსი ამასობაში რუსთავის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრების ბოლო წუთზე თითქმის ჩვენი შეხვედრის ბოლო წინა წუთზე 59 წუთზე აქვს შანსი რომ გაათანაბრონ ანგარიში ძირითად დროში. ბრავო ღუნაშვილი, მაინც მოახერხა გუნდის კაპიტანმა თავისი საქმის გაკეთება, გამოიმუშავა 11 მეტრიანი თავისი გუნდისთვის და წესით შეასრულებს ახლა ამ პენალტს. ძალიან კარგად ითამაშა ღუნაშვილმა, როგორ მოახერხა საჯარიმოში შესვლა რთულის პოზიციიდან და შემდეგ დაარღვევინა თამაშის წესები მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს. ნახოთ აქ რა იქნება. კაჯილაშვილი მოახერხებს თუ არა თავისი გუნდის გადარჩენას, გახდება თუ არა გმირი. აბა და შეასრულა წინვალეს ღუნაშვილმა ერთი ხდება ანგარიში, ბოლო წუთზე რუსთავი ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას. აბა ღუნაშვილი ანგარიშის გათანაბრებას სწორედ მან მოახერხა 11 მეტრიანი წინვალე შეასრულა პენალტი და ნახოთ კუთხეს თუ შეცვლის, ეს არის საინტერესო. ის 11 მეტრიანი მეკარისგან მარცხნივ გაუშვა ღუნაშვილმა, ნახოთ ამჯერად როგორ შეასრულებს ამორბენი დარტყმა და აქაც წინვალე 11 მეტრიანი. მივიდეს. აი მომენტები მიყვა.